კომპლიმენტი არაჩვეულებრივად უკრავს ძვირფასო ტელემაყურებლებო. მოგესალმებათ ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. გიბრუნდებით ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, როგორც ყოველთვის ვიწყებ მთავარი თემით. ახლა ვასაძეებზე და რაღაცებზე ლაპარაკს მაგის თავი არ მქონდა ამ კვირაში. ვერ ვილაპარაკებ, იქით კვირაში გადავდე, თან ეს რაობებზე, მეობებზე და რაღაცებზე. ცოტა ხო, უფრო სერიოზულ თემებზე მუშაობ მე სიმართლე რომ გითხრათ. ქართული ოცნება ამზადებს, აი სერიოზული თემა, ამნისტიის კანონს, რომლის მიხედვითაც 20 ივნისის აქციის ყველა მონაწილე იქნება თავისუფალი, მათ შორის ის შემკვეთები და სპეცდაზმელები, რომლებმაც ხალხს იძალადეს, გამოდის რომ ოცნება ყველას იწყალებს ახალი ამნისტიით, დაზარალებულსაც და დამნაშავესაც და ესეთი ვირეშმაკობაა ძვირფასო მეგობრებო, რომ ამას მარტო თალაკვაძე და კობახიძე ვერ მოიფიქრებდა. ტრიუკის კვალს აშკარად იმ ბრძენ კაცამდე მივყავართ. რაღაცნაირად აი ტრიუკის კვალსო გაყვე ხო, არა? იქამდე მიდიხარ მაინც. არა და მიშელის შეთანხმებაში ასევე ცხადად წერია, რომ აუცილებელია ცესკოს რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, პროკურატურის რეფორმა და ბოლოს 20 ივნისის ამნისტია. მაგრამ ყველაფერს ისეთი პირი უჩანს ამ ყველაფერს, რომ ამ ჩამონათვალიდან ქართულ ოცნებას მარტო 20 ივნისის ამნისტია აქვს საკითხული. არ გჯერათ, კი ბატონო, აგერ მე და აგერ თქვენ, კი ბატონო. მაგის ჩიტი ახლა ივანიშვილი რომ იმ პუნქტებიდან სასამართლოს, პროკურატურის და ცესკოს რეფორმა წაეკითხა. ბიჭი და ზოგადად გრძელ წინადადებებს არ კითხულობს, მინდა გითხრათ. უფრო რაღაცა მოკლე წინადადებები აინტერესებს ხოლმე რაც არის ისეთი. ნიკა მელეკი ეწინააღმდეგება ამნისტიის ამ უსამართლო ვერსიას და თანახმად მხოლოდ ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში დატოვა საპრობილე. მისმა ამ პოზიციამ გაღიზიანება გამოიწვია მართველ გუნდში. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მელიამ დაიმთავრა თავი როგორც პოლიტიკოსმაო, წარმავალი ამ ქვეყნიური დიდებაო. ნიკა მელიაზე თქვა. მელია ხო იცით რომელია? აბა შალვა პაპუაშვილს თუ გაიხსენებთ ვინ არის? კარგი, დაგეხმარებით. პაპუაშვილი არის ის ვიღაცა, რომელმაც მელიაზე თქვა ეს რაღაცა, აი რა ვიცი, აი პაპუაშვილის მე მგონი ის დიდება აქვს, მე მგონი, ხო, ჯერჯერობით შენარჩუნებული აქვს. ამასობაში კი თვითონ ოცნების გუნდში დიდი ცვლილებებია. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა არჩილ თალაკვაძემ. თან ამბობს, რომ საკუთარი ნებით გადავდექიო. აი პარლამენტშიო შევედი და ჩემს კაბზე კუჭავა დავინახეო, ეგრევე მივხვდი რომ საკუთარი ნებით გადავდექი წინა დღამითო. ეგეთი მიხვედრილი კაცია. რა ვქნა, არ მჯერა ძვირფასო მეგობრებო, თალაკვაძე რომ თავისი ნებით გადადგა, იმიტომ რომ თალაკვაძე თავისი ნებით ბოლოს კომოსტობაზე იყო გაპარული, უდროო დროს. და მიიღო თავისი საკადრისი მაგ დროს და რა ვიცი, თალაკვაძე რანაირად შეიძლება თავისი ნებით გადადგეს. თალაკვაძე წავიდა ახალი პარლამენტის თავმჯდომარე კი მისი ყოფილი მოადგილე კახა კუჭავა გახდა. ძალიან მიკვირს ესე მალმალე რატო ცვლიან პარლამენტის თავმჯდომარეებს. ალბათ სახეზე რო არ დავიმახსოვროთ და მაგიტო ალბათ ერთადერთი აი ეს დასკვნა გამოვიტანე მე. შევეშვათ წასულებს და გადავიდეთ მეორეთ მოსულებზე. 9 წლიანი პაუზის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის მასშტაბურ განახლებას აანონსებს. პროექტის ღირებულება იქნება 500 მილიონი ლარი. ახლა მთავარია ეს ქვეყნის განახლება კომპიუტერში კარგად დახატოთ და რომ გავხსნით კომპიუტერს, დავტკბეთ ხოლმე ჩვენს ხალხი. თქვენი ყველა რეფორმა ხო კომპიუტერში გაქვთ დახატული და ამიტომ მაგიტო დღემდე ვტკბებით. მე მაგალითად ჯერ მარტო ის 40 გვირაბის ნახატი როგორი კარგია. რა კარგი ნახატია ჯერ. მე წყალტუბოს რეაბილიტაციას ხო თვალს ვერ მოწყვეტ ისეთი კარგია ნახატში. დიღმის ჭალებში რო უნივერსიტეტი გუგუნებს ფურცელზე ეს ხო საერთოდ შეუფასებელია. აი შეუფასებელი ისეთი კარგი ნახატია, მაგრამ რადგინა ხალხი მაინც უკმაყოფილოა. კარგით რა ხალხო, არა და რაღაცა ხო იხატება რა. ხონა ეს ხონა დავინახოთ ეს ყველაფერი რა. ღარიბაშვილის გეგმაზე არანაკლებ საინტერესო სიზმარს გვთავაზობს ალეკო ელისაშვილი. ნახოთ გავიხსენოთ ეს ვიდეო ალეკოს სიზმარი. ერთჯერადაც რო შეგეძლოს თბილისში მოხვედრა რომელიმე საუკუნეში, რომელს საუკუნეში აღმოჩნდება. ყოველი ძილის წინ არ არსებობს. მე ამ ფიქრში მეძინება ხოლმე. ვარ კრწანისის ბრძოლაში, აი ბოლო ეპიზოდი როა მესამე დღე როცა ტყდება ერეკლეს ჯარი, რო ვეღარ უძლებს რეზერვი აღარ ყოფნის, დეშეკათი მივდივარ, დეშეკა რო არის სტილკალიბრიანი ტყუილები. აი ყველაზე მეტად როცა უჭირს ერეკლეს, მაშინ ესე გადავტენი ხოლმე ამ დეშეკას და აი ეს იმას არის, რომ ბალახებივით
თიბავ სპარსელები ჯარს. რა ვიცი რა გითხრა რით გაგამხნევ ალეკო ფრთხილად იყავი ალეკო შენი იმედი აქვს ერეკლეს ჯარს აბა შენი არ დაიჭრა ალეკო არ დაიჭრა ყოველი ძილის წინ ვარ წამის ბრძოლაშიო ხედავთ რა თქვა სულ რაღაც ორი კვირის შესულები არიან პარლამენტში მეგრელიშვილი და ხვიჩია და უკვე რეებზე ლაპარაკი დააწყებინეს ალეკო ელისაშვილი გაანებე ალეკო მაგათ თავი გაანებე სადღაც ცალკე დაჯექი მოშორებით აიღე კაბინეტი დამიჯერე ეგენი ბევრს იტანენ და შენ პატარა ხარ არ იცი ჯერ როგორ რამდენი არის საჭირო როგორ არის საჭირო და ასე შემდეგ ისე ალეკო ცხადში თუ არა რომელიმე სიზმარში ქართულ ოცნებასაც რო ეომო კარგი იქნება მაგრამ პრინციპში რანაირად ეომება ჯერ გწანის ის ომი აქვს მოსამთავრებელი ჯერ იქ ომობს მეორე ფრონტს ხო ვერ გახსნის ახლა არა უშავს მოვა თქვენამდე გოცებო მოვა თქვენამდე ალეკოს ერთი წაძინება უნდა და ნახეთ რაც დაგემართება თქვენ ილოცეთ არ ჩათვლიმოს ილოცეთ ალეკოს არ ჩათვლიმოს მეცაც გეტყვით გადარჩენილია აღამახმად-ხანი იმ მეორეს ალეკოს მეორე რო ყავს ისა ხო იცი ის რო ყავს იმას ყავა უყარს თურმე და არ ეძინება გვიანობამდე თორე ის მეორე რომ მიდის ბრძოლის ველზე უკვე დასრულებულია ყველაფერი თორე ის მეორე ხო 10-ზე რო იძინებდეს ხო აი ის მეორე ტანკით შევარდებოდა სპარსელების ურდოში და ამ უხლუხოებით გადათელავდა თვითონ ყველაფერს მერე საწოვი რო გამოელეოდა ტანკი და გადმოხტებოდა და კბილები დაფლეცდა მტერს დაგლეჯდა სპარსეთის არმიას ის ხო იცით როგორი აფთარია ველური კოიოტი დაჭრილი გრიზლია ვინა რა გაჩნდა ამისთან ესეთი მხეცი რა ყავს ესეთი ეს მეორე გადარჩენილები ვართ სიზმარშიც გადარჩენილები ვართ ელისაშვილი ისე მონდომებით ყვება მჯერა რომ ამის გარდა 1-2 სიზმარი უეჭველი ექნებოდა სტამბოლის ბაზარში რო ყიდიან გაწიკწიკებული საარჩევნო კოდექსის სანაცვლოდ იტყვით რომ ეხლა ამ დროსო ცესკოსო რა უნდოდაო სტამბოლშიო და ასე შემდეგ სიზმარი აბსურდულია ყველაფერი ხო იცი სიზმარია რაღაცა ისეთია პარტიებმა უკვე დაიწყეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება საინტერესო განცხადება გააკეთა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ჭიჭე-ვაშაძემ ჭიჭე ესე ძახიან ესე ბოლო ზედმეტსახელი ეს არის რომელმაც განაცხადა რომ თბილისის მერის არჩევნებზე მელიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭეს არავითარ შემთხვევაში ეს მარცხის ფორმულაა თქვა გიორგი ვაშაძემ ეს თქვა კაცმა უკვე პრემიერ-მინისტრი რო იყო და უესად არჩევნებზე მისმა პარტიამ 3% რო აიღო უეცრად დიახ აი ამ კაცმა თქვა ახლა მთავარია ეს საერთო ოპოზიციურ კანდიდატად რომ იმ 3%-ით გადატეხოს ოცნების კანდიდატი წელში სერიოზული ამბები გველოდება წინ ანუ მელიას ხარდაჭერა მარცხის ფორმულაო კაცი ამბობს მოდით უკეთ გავიაზროთ ეს ფორმულა არჩევნებზე გაყალბების მიუხედავად მელიამ გდანში აიღო 44%, ვაშაძემ ისანში 14%. ანუ მელიას ხმა მისცა 31000-მა კაცმა, ხოლო გიორგი ვაშაძეს 7500-მა კაცმა. ერთი სიტყვით პოლიტიკა თუ არ გესმით, იქნებ ბუღალტერიას მაინც მიაწვეთ. ბუღალტერიას თორე დიდი ჯახი გელოდებათ შემოდგომაზე, არ ვიცი. რაღაც ჯობია რომ აი კალკულატორზე უფრო მეტი იმუშაოთ. და მუღამოთ რა იქ რამდენიმე კნოპკა მარტივად ისწავლით პლუსი მინუსი გამოკლება გამრავლება მეტი არაფერი არ არის პროცენტი თუ გინდათ მე პროცენტზე ცალკე კურსებია და ასე შემდეგ მოკლედ ვაშაძემ მელიას მხარს არ უჭერო რის იმედი აქვს არ ვიცი სტრატეგია აღმაშენებლის გამო ხალხმა არ მისახმა ეთყობა ელისაშვილი დაპირდა ნუგეშინია არჩევნების წინ დავიძინებ და 40000 ყივჩახს დაგახმარო რა ვიცი შეიძლება იმანაც მიახმაროს რაღაცა კატეგორია ადამიანების ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა მან განაცხადა რომ წელს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლებაო რა ვიცი აი რა გითხრათ რა ვიცი აი ოპტიმიზმს რა ჯობია მაგრამ ამ ოპოზიციით დიდი რომელიმე სკოლის დირექტორის შეცვალოთ ისიც გარეუბანში აი რაღაცა ასე მგონია მე ასე ვფიქრობ გასულ კვირას საპარლამენტო შეებულებაში გასვლამდე საინტერესო ინიციატივა გააჟღერა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ რომელიც დამატებით ჯარიმების დაწესებას გულისხმობს ვნახოთ რისთვის უნდა რაზე უნდა ჯარიმების დაწესება ამ ღვთისმიერ კაცს დედის გინება ჩვეულებრივ სალაპარაკო იმაშია რა ენა გახდა რა მე მიმაშნია რომ უფრო უნდა გამკაცდეს კიდევაც და არავითარი პატიება და რაღაც
აი აქ წერია ერთხელ 1000 ლარამდე, მეორეჯერ 2000 ლარამდე. ანუ დაწესდეს ჯარიმა გინებაზეო 1000 ლარი და 2000 პირველად 1000 ლარი. მშვენიერი ინიციატივა თან წარმოიდგინე ამ მთავრობას პირბადის გარეშე თუ აგინებ 1020 ლარია უკვე. ჯარიმა რა და თუ კომენდანტის საათის დროს აგინე პირბადის გარეშე უკვე 3020 ლარია. ნუ ყველა თახას უტყავს. ამიტომ ამ ხელა ზარალას ჯობია ისევ წევლას მივაწვეთ ხალხო. წევლას მივაწვეთ ოღონდ პირბადი და 9 საათამდე. ეს გრაფიკი შევათანხმოთ რამენაირად. ყველას ალბათ მოგენატრათ გიორგი გახარია. მე ძალიან მომენატრა გოცების ლიდერი, ანუ გახარია გოცების, ანუ გახგოცების. ბოლოს რო ეზოს ბარავდა, იმის მერე დიდი ხანი გავიდა, ვითომ შემთხვევით გადაღებული ფოტო არ გამოუქვეყნებია Facebook-ზე. თქვენ გონიათ უსაქმოდ ზის, არა, ამჯერად გახარია Facebook გვერდებს ყიდულობს, როგორებიცაა, უფალია ჩემი ცხოვრება, ესეთი გვერდი აქვს ნაყიდი, გოდერძი ჩოხელი, მარტვილის გოქალე, მათემატიკა, ივანიშვილი და მედია და ეს გვერდები გახარიათ გადაკეთდა ძვირფასო მეგობრებო. ალბათ ხვდებით რისთვის ყიდულობს გახარია ამდენ Facebook გვერდს. უნდა რომ როცა გამოჩნდება, რაც შეიძლება მეტი ნახვა და ლაიქი მოაგროვოს. ალბათ სულ მალე შემოგთავაზებს მორიგ მოულოდნელ ფოტოს ბავშვებთან ერთად, მერე იქნება ფოტო პენსიონერებთან და მერე უკვე ვრცელდება ვიდეო, სადაც გახარია ტალახის სახლის აშენებაში ეხმარება მალაიზიელებს. ჯერ არ მოსულა გახარია და ღმერთს უკვე Facebook-ი წაართვა, ეგეთი რამე გაგიგია ძვირფასო მეგობრებო. და გოდერძი ჩოხელს კიდე. რა გითხრათ. ყველაზე ძვირი თურმე უფალია ჩემი ცხოვრებაში გადაიხადა, მაინც კვირიკაშვილის ყოფილი პეიჯია და შედარებით ძვირი ღირდა, მაინც ეგ. გახარიაზე უფრო მეტად მოგვანატრა თავი ბადრი ესებუა, რომელიც ისევ თავისუფალია, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კი ამაზე კი არ ღელავს. პირიქით უკვე ხუმრობს კიდეც და ამ თქვა განაცხადა, რომ შეიძლება 10 წლის მერე დააკავონო, ეს ჩვეულებრივი ამბავია, კაცი ამბობს. ეს ისე ლაპარაკობს და ისე წელავს ამ საქმეს, რომ მე მგონი გომელაურია თვითონ ბადრი ესებუა. მე ასე მგონია. შეიძლება 10 წლის მერე დავაკავოთ, თან ამას ამბობს და ისე ხითხიტებს, გეგონება ძარცველი კი არა, მდგმური გაექცა ბინიდან. აი, რაღაცა ისე ლაპარაკობს შინაგან საქმეთა მინისტრია თან. აი, ესეთი უდარდელი კაცი, მე არ მინახავს. პრინციპში რაც ქვეყანა ის მინისტრია რა. უდარდელები არა ვარ ჩვენ. ხო გიყვარს? უდარდელად ცხოვრება საჯობია. მოკლედ შევაჯამოთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. ქვეყანაში არის პოლიტიკური, ეკონომიკური და თუ რაიმე კრიზისი არსებობს, ყველანაირი კრიზისი საშველი ფაქტიურად არსად ჩანს. ერთადერთი რაც ხალხს თავისუფლად შეგვიძლია დაძინება. ხო, დავიძინოთ და რა ვიცი, ალეკო ელისაშვილს მაინც მივეხმაროთ კწანისის ბრძოლაში. ცოდვა მარტო ომობს კაცი, რაღაც აი ამაში მაინც გამოვიდგეთ ხალხი. ერთი სიტყვით ქვეყანაში დიდი კრიზისია, ამ კრიზისის ფონზე ხალხი მაინც არაფერს აპროტესტებს, თუმცა მინდა მთავრობას მივმართო. თქვენ არ ხეინათ, ნუ იქნებით. შეიძლება ეკონომიკურად დაგვასუსტოთ და გაგვაღარიბოთ, მაგრამ ერთი დაიმახსოვრეთ, Facebook-ზე სტატუსის წერით მოგიღებთ ბოლოს, სტატუსის წერით, აბა რას ვიზავ. დიდი მადლობა. ჩვენ შოუს ვუსაუბრობთ აპროტესტებით, ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია შაბათის მთავარი საკმაოდ სკანდალური ჟურნალისტი ბატონი ბექა ყურშია. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორის შესახებ, გადაცემის პარტნიორია ხილისასმელი ბრავო, ახალი შეფუთით ბრავოს წვენები დამზადებულია საქართველოში წყალი მარგებელის ქარხანაში. ვაგზელებთ გადაცემას, ჩვენ ვიწყებთ ფილმების ახალ ციკლს ლეგენდები პოლიტიკოსებზე, რომელიც დაფუძნებულია ისტორიულ ფაქტებზე, ამჯერად გთავაზობთ ლეგენდას ალეკო ელისაშვილზე. ვნახოთ ვიდეო. ლეგენდები პოლიტიკოსებზე. ჩვენს ლეგენდებს საფუძვლად უდევს როგორც ზღაპრული, ისე სასწauლებრივი და რეალური იერსახე. ალეკო ელისაშვილი. როგორც ყველა მითოლოგიური გმირი, ჩვენი ალეკოც პატარაობიდანვე ჩადიოდა სასწაულებს. მის სახელსაც უკავშირდება არაერთი განმაცვიფრებელი ამბავი. ალეკო ერთი წლისაც არ იყო, როდესაც აკვანში დააცემინა და ჰაერის წნევით ორი ყიზილბაში მოკლა.
ალეკო იზრდებოდა და დროდადრო ხდებოდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფიგურა ქართლის ცხოვრებაში. რომ არა ალეკო ელისაშვილი, ვახტანგ გორგასალი თბილისს აღაიანის მიდამოებში აშენებდა. თუმცა ალეკოს დეშეკამ ნიმინოს დაწევამდე მოკლა ხოხობი და იგი სწორედ დღევანდელი თბილისის მიდამოებში ჩავარდა. დეშეკათი მივდივარ, დეშეკა რო არის წყვილკალიბრიანი ტყვია მქვევი, გადავტენი ხოლმე ამ დეშეკას და ესე იმას ავიძრო ქვია. ყველა სიზმრის თანახმად ალეკო ელისაშვილის სიმაღლე 2 მეტრი და 20 სანტიმეტრი იყო და ბრძოლისას 200 კილოიანი ხმალი ეჭირა. ამაზე კი ძალიან ეჭვიანობდა ზემოთხსენებული ვახტანგ გორგასალი. გორგასალმა დედაქალაქი გადმოიტანა და მე უბრალოდ ეს ლეგენდა მიება გორგასალს რა თქო სინამდვილეში გორგასალს ქალაქი არ დაუარსებია. უძლეველი ელისაშვილი ყველა მოგებული ბრძოლის შემდეგ სახლში ცხვირაწეული ბრუნდებოდა. მის აწეულ ცხვირს თუ დავაკვირდებით, იგი ცხადყოფს, რომ ალეკოს უამრავი ბრძოლა აქვს მოგებული. იგივე მემატიანის თანახმად, ალეკო ერთადერთი გმირია, რომელსაც ერთდროულად შეუძლია ატაროს 32 კილოგრამიანი ხმალი და 33 კილოგრამიანი კეხი. ქართლის ცხოვრების მატიანეში იწერებოდა ისიც, რომ თავიდან ელისაშვილი ერეკლე მეფეს სპარსი ეგონა, რადგან მისი ცხვირი ძალიან წააგავდა სპარსულ საბრძოლო ხმალს. თუმცა მეფე მალევე დაწმუნდა მის ერთგულებაში და იგი თავის ჯარში ჩარიცხა. დაუვიწყარია ის ძალიან კურიოზული ამბავი, როდესაც მეფე ერეკლე ალეკოსთან ერთად თავისი ლაშქრით ყრწანისისკენ დაიძრა. გზად მიმავალთ კი ერეკლე მეფეს ინგილო ქალმა თავზე ქლიავი დააყარა, ხოლო ალეკოს საგარეჯოელმა კაცმა მიაძახა. არ ჩაიდვა, მოდი შავში. არ ჩაიდვა. ალეკო ელისაშვილს დრომ ვერაფერი დააკლო. იგი ახლაც ძლიერი და შეუპოვარია. მან სულ ახლახანს გამოიჩინა გელივით დაუღალაობა. მან 12 წყვილი ხარის ძალა მოიკრიბა და მთიდან დასრულებული მორის ცისტრაფით შევარდა პარლამენტში. და ახლა მიჯაჭულ ამირანს უფრო მოხსნი კლდიდან, ვიდრე დამჯდარ ელისაშვილს პარლამენტის სკამიდან. და ბოლოს ის, რაც მემატიანემ არ შემოინახა, რადგან თავად ალეკო მისროა ასე. ალეკოს სრული თვე არ შევიდა ისტორიაში ყველა მისი გმირობის ამბავი. თორემ რეალურად ჩვენ 10 ძმა ხერხეულიძე და 301 არაგველი გვაქვს. ალეკო ელის ვაგზელეთ გადაცემა მიდაც შეგახსოვოთ ჩვენი პარტნიორის შესახებ. გადაცემის პარტნიორია ხილისსასმელი ბრაო ახალი შეფუთით. ბრაოს წვენები დამზადებული საქართველოში წყალი მარგებელის ქარხანაში. ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ჟურნალისტი ბექა ყორშია. ბექა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემს გადაცემას. ძალიან დიდი მადლობა რომ საკმაოდ სკანდალური ჟურნალისტი ხარ ესეთი რა, ესეთი თავზე ხელაღებული ესე ვთქვათ, ხო? ესე გამოვიდა. ესეთი რაღაცა მებრძოლი ჟურნალისტი, აი ზოგადად აი ამ სფეროს რა ქვია, ან შენი სიუჟეტები შაბათის თაურში სესიაშვით, ხო? არის გამორჩეული სიუჟეტებია. ჟანრი რა არის? ნუ რა პასკვილი ალბათ. პასკვილი, გროტესკი, სატირა, რა ვიცი, ამ სამიდან ნებისმიერი ესადაგება იმ შინაარს და კონტენტს, რასაც მე ვქმნი. თან ყველა სიუჟეტს ადევს ბორატის მუსიკა რა, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ანუ ხო, ბორატი. ანუ შენ გინდა თქვა რომ ბორატში ვცხოვრობთ, ანუ ეგ ხაზგასხმა არის. ზუსტად ეგ არის, მართლა ეგ. აი რაღაცა, იმიტომ რომ ზოგადად ეს მუსიკა როცა ადევს, მან ხვდები რომ სასაცილოა რაღაცა. კი, ხო, რაღაცა ხდება. ეს მუსიკა იქცა რაღაცა ცალკე პერსონაჟად ამ სიუჟეტებში, იმიტომ რომ აი ვიღაცა მაგალითად პირობითად კობახიძე რო გამოვა და რო გონია სერიოზული სახით რომ რაღაცა ჭკვიანურს ამბობს და ამ დროს ამბობს რეალურად აბსურდს, ეს მუსიკა ძალიან უხდება. ალამაზი. ბორატი რომ მიემგზავრება ამერიკაში და ოჯახიდან რო აცილებენ ეგ მუსიკაა, ხო? მიერთით ჩვენი გამაგრილებელი სასმელი ძალიან საინტერესო თემებზე და სხვათა შორის ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ რა, ანუ ეს მაყურებელმა შეიძლება არ იცის. და ამას მე ახლა ნელ-ნელა მივყვებით რა. თვითონ პოლიტიკოსები უკვე გცნობენ, ანუ რომ მიდიხარ სიტყვაზე საპარლამენტო იმაში. კი, სამწუხაროდ ცნობენ. კი. ანუ და აქვთ რამე რეაქცია რომ დაგინახავენ თუ არა? რომ დამინახავენ აგრესია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ
ეტყობა უყურებენ ამ სიუჟეტებს და ეგრევე აგრესია უჩნდება. ხო, აი მაგალითად მარეგულირებელმა რო გვიჩივლა ფინანსთა მინისტრის ის რო მიაზუმი ახლოს რომ მიიტანე მაგის გამო გვიჩივლა, ხო? კი და თან მთელი აბსურდულობა რაში მდგომარეობს ახლა რომ ტექსტი იყო ძალიან სიგიჟე რა მე რო წავიკითხე ბევრჯერ წავიკითხე საერთოდ ვფიქრობდი რომ ეს ტექსტმა გამოვაკრა ჩემს საძინებელში მეთქი იმდენად შტამბეჭდავი ტექსტია ესეთ რაღაც ეწერა რომ პრობლემა არისო მინისტრის გარეთა გენიტალიებზე მიზუმოაო და გარეთა გენიტალიები რა არის არ ვიცი გავაკვირდი მე კიდევ ნახე სიუჟეტ მეთქი გარეთა გენიტალიები რას ნიშნავს გარეთა შიდა გენიტალიები გვაქვს და გარე შეიძლება რაღაცა არის აი ნუ ეს ჟურნალისტური ამბები ძალიან საინტერესოა მაგრამ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ამბავი რაც გიკავშირდება ის არაბისტი ხარ ხო? კი, პროფესია. არაბული ენის სპეციალისტი ხარ, ანუ ეს არის პროფესია შენი. არაბული ენის პოლიტიკის და ზოგადად რეგიონის ახლო აღმოსავლეთის ხო, ანუ არაბული იცი კარგად, შოულივერ თარგმნი, რასაც გინდა, ბავშვებსაც ამზადებ და ეგ ნუ კარგად იცი. კი. და ვცდილობ ყოველ შემთხვევაში. სწავლობდი ახლა უნივერსიტეტში არის მე. ხო, მეორე კურსზე ნუ თესეუდან წავედი ქუვეითში, იქ ვისწავლე 1 წელი, მე დავუბრუნდი, მე ეგვიპტეში წავედი კაიროში, იქაც 1 წელი დავრჩი და მე დავუბრუნდი დედა სამშობლოში. როგორია იქ ცხოვრება? აი თვითონ აი არაბულ ქვეყნებში. პირველი რაც მახსენდება არის ეს კლიმატი რა, რომელსაც ნუ ადაპტაციის პერიოდი ძალიან გახანგრძლივი და ჩემ შემთხვევაში, იმიტომ რომ 1 წელი ვიყავი და ვერ შევეჩვიე ვერანაირად ამ სიცხეებს რა. ვერ შევეჩვიე ტერაქტებს, იმიტომ რომ 3 დღეში ერთხელ ხდებოდა ხოლმე ეს ტერაქტები და მახსოვს ქუვეითში რამადანის მარხვის პირველი დღე იყო. ხო. და ქუვეითში მუბარაქიას ბაზარია, ძალიან ცნობილი, ძველი ბაზარია და აქ მოხდა აფეთქება, ძალიან დიდი აფეთქება, რომელსაც აბედნია რომ მსხვერპლი არ მოჰყოლია. მაგრამ დამირეკა დედაჩემმა და მეუბნება რომ ბექაო თუ ექსტრემალურ სიტუაციაშიო ვინმე ისლამის მიღება დაგაძალოსო, ძალიანაც ნუ გაუძალია. დედამა დედის გული მაინც მაგრამ რა არის ისი აი არა თვითონ ეხლა ხო ეხლა ტერორიზმი არის გარშემო ხო და ეხლა იქ უნივერსიტეტიდან ალბათ სადმე გიწევდათ გასვლა ან ექსკურსიაზე ხო შეიძლება წახვიდე სადმე ან იმოგზაურო იქვე ახლო ხო არის კი ქუვეითში არა აი კაიროზე მახსენდება 2016 წელს კაიროს უნივერსიტეტში სწავლობდი და ჩვენმა ესე იგი ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა რომ ექსკურსია მოეწყო სამხრეთ სინაზე თან ეს ის პერიოდია როდესაც ჩრდილოეთ სინაზე განსაკუთრებით გააქტიურდნენ ISIS-ის ტერორისტები. ხო. და მათი ლიდერი საშინლესი კაცი აბუ ოსამა ალ-მასრი. იყო ესეთი კაცი. ხო, ანუ ის ძალიან სასტიკი იყო თუ რა? ძალიან სასტიკი რა, ნუ საშინელი კაცი, უსაზარლესი კაცი რა. და მეუბნები ხა ჩვენს ხელმძღვანელს ბატონო ჰასან მეთქი რა, ეხა რომ მივდივართ მეთქი სამხრეთ სინაზე მეთქი ჩრდილოეთში ისინი რომ გადმოვინდნენ რაღაცა რის იმედად ვართ მეთქი და შენო გეშინია არა მეთქი ამეშინია მაგრამ მაინც საფრთხილო ამბავია მეთქი ქართველი ვარ ისი ბეში ხო მეთქი ცოტა საფრთხილო ამბავია შენო ბიჭო შენ მე ვინ გონი ვარო მეუბნება რა ლექტორი ხო აბუ ოსამა ალ-მასრი 7 წელი ვასწავლდი ფიზკულტურას გაზარდა არა მართლა ასწავლიდა თურმე 7 წელი 7 წელი ასწავლიდა მაგრამ ესეც შეგრძნება გაკეთე საქართველოში ხო არის ეს რაღაცა პესიმიზმი რომ აი არაფერი არ გვეშველება ხო არის რა აი არა გაქვს შედარებები სიტყვაზე საქართველოში გიხარ და ფიქრობ რომ აი არაფერი არ გვეშველება რა მაგრამ შედარებები არ ვიცი რამდენად მაგრამ მე მაქვს ესეთი თავდაცვის ინსტინქტი თუ რაღაცა მექანიზმი მეერთვება ხოლმე, როდესაც აქ საქართველოში რაღაცა პოლიტიკური აბსურდი უკვე პიქს უკაკუნებს, მაშინ ვიწყებ ხოლმე არაბული პრესის კითხვას. და იქ ხდება მაგალითად ხა აი თუნდაც ჯიბუთის რესპუბლიკა, ძალიან პატარა არაბული ხო ჯუჯა ქვეყანაა და მაგის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო ჰიმნად დაემტკიცებინა რომელიღაცა ცნობილი იტალიური სიმღერის, არ ვიცი, ჩელენტანოა თუ რა, მაგის არაბული ქავერი. არ
ვიცი ესე უცებ ბოუნდა და გადაწყვეტე. და აი ამას რო კითხულობ ეგრევე მშვიდდები რომ აი ჩვენზე ცუდ დღეშიც არიან. მოწონდა ხო ეგ სიმღერა უბრალოდ. რომ მოეწონა და მოდი თარგმნიო და იყოს რა ჩვენი ჰიმნიო. მაგრამ რა არის იცი აქ შეხო იცი რომ აქ საქართველოში ხა ძალადაც არ უყვართ არაბები ახლა ხო არის ეგეთი ნუ არის სამწუხაროდ არის ეს განწყობები კი. თან ზოგჯერ ძალიან მძაფრად იგრძნობა ეს განწყობები. მე მახსენდება სამსახურიდან ბრუნდებოდი ტაქსით და ნუ იუსტიციის სახლთან გავიარეთ რა. და რაღაც ხალხი იყო შეკრებილი და მეთქი რა ვინ არიან მეთქი ესე ნუცებ ჩემთვის ჩაველაპარაკე და ეს ქართული მარშის ის არისო აქციაო რა. მეც იქვიდექი გუშინო ამ ტაქსის მძღოლი მეუბნება რა. ხო და აი ესეო არაბებმაო რა. ყველაფერი ამოისყიდეს საქართველოს ქართველისთვის ადგილი არ არისო და რაღაცებს ამბობს რა და თან როგორი ხალხიაო რა ეს არაბებიო რა. აი მანქანაშო ჩაგიждდებიანო რა. ინგლისური ამათ არიციანო, რუსული ამათ არიციანო, ქართული ხო არიციან და არიციანო და აი ვინ ჩემი ელაპარაკება ამათ თავიანთ ენაზე გამაგებინო და შემაშრა ღემილისა. შემაშრა. აუ რა უნდა მე. მე ველაპარაკები. უნდა გეთქვა მე ველაპარაკები ხო? ხო არ ვეთყოდი ხო? მე ველაპარაკები ხოლმე. მაგრამ რა არის იცი? როგორც ვიცი მე ანუ არსებობს რომ ანუ ის რომ აი მაგალითად ქართულ სიტყვაში ბევრი არაბული სიტყვა არის რა. კი ძალიან ბევრი. აი შეხო იცი არაბული ძალიან კარგად. არის ისეთი სიტყვები რომელიც ქართულში ისე გამოვიყენებთ. აი თუნდაც აი მაგალითად მაიდა არის არაბულად. სუფრა არის სუფრა. ხო სუფრა. ძალიან ბევრი სიტყვაა რა. ესე ამბობენ რომ 40% ქართული სიტყვების არის არაბულიდან შემოსული. ხო არის რაღაცა. მე ზოგადად მინდა გითხრა რომ მე ვარ თურქული სპეციალისტი. ხო, ანუ ეხა არის თურქული და არაბული ამდენად გავს ერთმანეთს. კი გავს. საკმაოდ გავს, მაგრამ ძირითადად ლექსიკური ფონდი ეხა სინტაქსი და მორფოლოგია ნაკლებად, მაგრამ აი მე გადაგეტყვი ეხა თურქულში და ქართულში ამდენი საერთო სიტყვაა რა. აი ჩამოწერილი მაქვს რა. კი ბატონო, ძალიან საინტერესო. შენ თუ მიხვდი არა სიტყვა არაბულშიც იგივე იყო. დავტესტოთ აბა. ღვინო. ღვინო, აბა არ ვიცი. თურქულად როგორ შეიძლება იყოს ღვინო? ვახ, არ ვიცი. როგორ შეიძლება შარაფ. სხვათა შორის ეგ არაბულადაც შარაბ არის არაბულად დალევა. შარაფი არ უეცი ისე ღვინოა ჩვენთან შარაფია რა შარაფობთ. ზაღლი? ნუ ზაღლი ჩაოლებრიო. ზაღლი ქოფეკ, ანუ ქოფაკი. ქოფაკი. თარიღი. თარიხ ალბათ. კი, არაბულადაც ეგრეა პრინციპი. თარიხ. სასახლე. როგორ არის არაბულად? ყასრ. არის ყასრ. არის სარაი. სარაი ხო ხშირად ხმარობენ რა ჩვენთან. უდიდესი, დიდი. ბუიოკ, ანუ ეხლა აქ სასაცილოება რა არის? ხო ხშირად ხმარობთ ხოლმე აი ბუიოკივით არის, აი ბუიოკივით თავი აქო და რაღაც. აი აქედან არის აღებული უდიდესი, დიდი. ხო. მთავარი მკურნალი, ექიმბაში. კაია რა. შეშლილი. შეშლილი არის დელი, ანუ გადელდა, ხო იცი. სულელი. აფთალ, ანუ აბდალა. აბდალა. თრალი, როგორ იქნება თრალი? ხე შენ ხშირად ყოფილი ხარ თრალი. არის ზარხოშ. აუ, ძალიან კაია. კაია. კანონი. კანონი იქნება, ალბათ არაბულადაც ეგრეა. აზრი. ფიქრ იქნება. არაბულადაც ეგრეა და მანდიდან ხვდები დაახლოებით. ფიქრი. განწყობა ხასიათი. ხასიათი იქნება. კეიპ. აუ, ძალიან კაია, ძალიან. კეიპ, ანუ განწყობა ხასიათი, კეიპ, ჩვენ ხო კეიპობთ და ეს თორე განწყობა ხასიათი. მიზეზი. საბაბ. საბაბ ხო. კალამი, კელამ. ქირა. ქირა, ბინის ქირა. ქირა. საქმის კეთება. აი ეს არის საქმის კეთება, იცი როგორ არის თუ? როგორ არის? ჩალიჩ. მოხერხება მარიფათ. მოხერხებული მარიფათიანი. მკერავი თერძი, თარჯიმანი, თარჯუმან. ლუკმა, ლუკუმ. აი ბუ როგორ არის თუ იცი? არა. ბუ არის სუპერია. ბუ ბაიყუშ. ანუ ხო ამბობენ რომ ბაიყუშიაო რა. როგორი ბაიყუში ბავშვი თუმე ბუ არის. ბაიყუში ლუკმა ხარი ბუღა ახალი თაზი ანუ თაზა ბეწვი ქურქ ქურქ
პრობლემა ნერვიულობა დარდი. თურქულად დარდი, პრობლემა და ნერვიულობას ქვია დარდი. მტერი დუშმანი, ბაღი ბაღჩა, კლიენტი მუშტარ. რა გავაკეთო ამით ხარი? აი ეს არის საბუთი. ეს არის საბუთი. მოდი ესე კითხავ ახლა ბევრი აკრძალოა ახლა მაგალითად ხო მუსულმანურ ქვეყნებში მაგალითად პირველ ერთ-ერთი არის სასმელი. შენ გიყვარს სასმელი? ძალიან მიყვარს. კი და ჩემთვის ხო ძალიან რთული იყო. როგორ გაძელი ახლა თუ ვერ სვამ რა რას გიზავენ გაგროზგავენ თუ რა? გაგროზგავენ არა, მაგრამ კაპეზეში ამოყოფ თავს ერთი კვირით მინიმუმ და მე კიდე რაღაცებს მოგდებენ შარს რა. ნუ უნივერსიტეტიდან რო გარიცხული ხარ ეს უკვე ცხადზე ცხადია რა თუ მაგას დაგიჭირეს უნივერსიტეტში ვეღარ გააგრძელებ სწავლას. მაგრამ ერთი კითხვა, ანუ ახლა კონფლიქტი ქონია თვითონ აი მაგალითად არაბებთან, ანუ ესეთი. კი, როგორ არა, კი. ყოფილა ასეთ შემთხვევები. მახსოვს ომანის ქუვეითში რო ვიყავი, მაშინ არდადეგებზე წავედით მე და ჩემი მეგობარი ომანის სასულთნოში, იაპონელი, ტომონორი სატო. საოცარ ქვეყნებში დადიხარ. კი, ხო, ომანის სასულთნო ძალიან კარგი, ძალიან საინტერესო ქვეყანაა და ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ის იყო მნიშვნელოვანი, რომ ალკოჰოლი იყო დაშვებული რა. ომანში კაცო? ხო, ომანში და მოკლედ დავლიეთ რა. ესე მარსა მატრუჰის ბაზარია, ძველი ბაზარია ომანში და ეგ თან სეირნობთ და თან ისე ვართ რა, ხან რაღაცებს ყიდულობ, თან ასოები ვართ და პატარა ესეთი მოედანი ვით იყო შიგნით რა, სადაც იყო სულთან კაბუსის მათი სულთნის, რომელიც ახლა გარდაიცვალა, ახლახან გარდაიცვალა, დიდი ბანერი. და ნუ რაღაცა მეთქი ტომოს ვეუბნები რომ მეთქი ფოტო გადამიღე მეთქი და ესე მივეყრდენი რა ბანერს რა და იქიდან მეძახეს ვიღაცა რომ სულთანს ნუ ეყრდნობიო რა აი თრალი რა სულთანს ნუ ეყრდნობიო მე კი არ ვეყრდნობი აქეთ მეყრდნობა მაგრად გცემეს როგორ გცემეს აი აი ფუნდამენტურად აი ძალიან მაგრად აი ეგეთი მე აი დაგესივნენ ეგრევე და კი და აი ძალიან მაგრად გცემეს აი სხვა აი შტაბეჭრილება რაც მახსენდება არის რომ აი მაგრამ საქართველოში მაგალითად ბევრი ახლა არაბი ჩამოდის ტურისტულად ჩამოდის ხო და აი მაგალითად ჩვენ რო ჩავდივართ ხო სადღაც სხვა ქვეყანაში ნუ ქართულად რომ ვეღადავებით სიტყვაზე ჩვენ ვითომ ვღადავთ იმათ ხო არის იმით ჩვენი ენა ხო კი უცხოეთში ევროპაში ჩახვალ და ნუ ქართულად რაღაცას წაეღადავთ კი ბევრჯერ მქონია ეგეთი შემთხვევა ეგენიც ეგრე ხო არ არიან აქ რომ მაგალითად აი შეიძლება არაბების შემთხვევაში ხო არაბების შემთხვევაში რაღაცას ვლაპარაკობენ და შენ ვითომ რო გონია რომ არ გესმის მაგრამ იცი რა რაზე ლაპარაკობენ კი მქონია სულ ახლახან სხვათა შორის მაშინ ერთ-ერთ სასტუმროში ვიყავით მოკლედ და ლიფტში შემომხვდა არაბი ცოლ-ქმარი რაღაცაზე კამათობდნენ რა, რაღაცაზე კინკლაობდნენ და ეს ქმარი ეუბნებოდა არაბულად ლაპარაკობდნენ. ხო, არაბულად ლაპარაკობდნენ და ეს ქმარი ეუბნებოდა რომ ნუ შემჭამეო რა, უკვე ყელშიაო ეს ყველაფერიო და თავი დამანებეო რა და ეს ქალი ეუბნება რომ შენ რო იმპოტენტი ხარ, ეგეც შენ ბრალიაო, ეს ქალი ეუბნება და მესმის ეს. კი, მესმის და მიაჭირეო მესამესო, მაგას მაინც მიაჭირეო ეუბნება. და მე ამატებს რომ მეგანო ნეტა ეს რომ სართულზე მიდისო და უნებლიეთ მეც არაბულად უთხარ მეც მესამეზე მივდივარ მეთქი და ჩამოწვა სამარხი და ეს ხალი ხა ჩემკენ სანახევროდ მოტრიალდა მაგრამ თავის ქმარს მიმართავს რომ არა ახლა მთლად ისეც არ არის რომ ბოლომდე იმპოტენტი გამოასწორა ბოლომდე იმპოტენტის გამოასწორა ხა ინტერესant შეუნარჩუნა სახე და ღირსება შეუნარჩუნა თავის ხო კიდე ხო არ ქონია ეგეთი ანუ მსგავსი შემთხვევა არაბებზე კი ერთი მახსენდება ესეც ახლახან სხვათა შორის ბანკომატთან ვიდექი და როგორც ხდება ხოლმე რაღაცას ვეძებ და ვერ პოულობ რა აი ვერ აი მაგ რაღაცას ვერ უმუღამებ რა ეს ბანკომატი და რაღაცებს შევდივარ გამოვდივარ თან უკნიდან მესმის ვიღაცა ნერვიულად დადის რა აი ესე მოძრაობს და აი შფოთავს და მე ვხვდები რომ ეხა მე მელოდება რა და უცებ დააძრო ტელეფონი და ურეკავს რა ვიღაცა თავის ძმაკაც რომ არაბულად ეუბნება რომ რაე და ეხა ვიღაც გამოყებული მიდგას წინ და ოდესმე თუ მორჩება გადმოგირიცხავ კარგი გესმის დავაძრე ტელეფონი და ვითომ მეც ურეკავ ჩემს არაბ ძმაკაც მეთქი ისა ვიღებ რა და ალო ჰამედ აი ვიღაცა გამოყებული თუ მაცდის აი უკან მიდგას და თუ მაცდის მეც დროზე გადმოგირიცხავ
ნახევარ საათი მიხდი და ბოდიში. შეგვეშალა ხო, შემეშალა ძმაო და რაღაც. სადაური არაბი ხარ და რაღაცები დაიწყო. მაგრამ ბევრი მეგობარი ყავს ზოგადად არაბი აქ, ხო? კი. დახმარების ალბათ მესაც ეხმარები, რომ ეხლა მაგალითად შეიძლება რაღაცას ენა არ იცის, ვიღაცამ რაღაცა დაკარგა, ვიღაცამ რაღაცა, ნუ ალბათ ვინც არაბი ჩამოს, ყველა მიცის შენი. ყველამ არა, მაგრამ ნუ ხო. ყავს ძალიან ბევრი მეგობარი კი და რომლებსაც ვეხმარებ ხოლმე, აი ამას წინათ ერთი საუდელი მეგობარი მყავს. ხო. რომელიც მირეკავს ამ ზამთარს და მეუბნება რომ ბექაო თოვლი არ უნდა ხავს ცხოვრებაში რა მთელი უღამი მაგაშია მთელი ცხოვრება ეხლა საუდელი კაცია იქ არც თოვლია არ წვიმა არაფერი უდაბნოა ჩვეულებრივად და ბექაო აისო ძალიან ეს თოვლი რომ მოვიდაო ძალიან მომინდაო რომ გამესინჯაო როგორი გემოქონდაო რა თოლს ხო და მე მგონი ვერ გავსინჯეო ცოტა ზედმეტი მომივიდაო რა შევყევიო ჭამასო რა ეს რაღაცა და შევყევიო ჭამასო და ჭამა კარგად კი კარგად ჭამა და ყელი მაქვსო დასიებული კივაო საშინლადო მე მგონი სიცხეც მაქვსო და მოკლედ ძალიან ცუდად ვარ და ხო არ მოვკვდებიო რა აი ეშინოდა რომ აი თოვლი ჭამა და შეიძლება მოვკვდეს მეთქი მე გიქშოლა მეთქი ხა ეგეთი რაღაცა არ მგონია მოხდეს მეთქი ხა მეც მანა ექიმი ხო ყავს მე და ყავს და ეს ექიმი და მეთქი დაურეკე მეთქი რა და მოუყევი კითხე მოუყევი რა შეა საქმე და აიო ნუ გამითიშა გადის 10 წუთი და მირეკავს ბექაო ესეო აუხსენიო ყველაფერი აჩემეძლო როგორო რომ ეს ჭამეო ეს თოვლიო რაღაცაო და მთელი ამბებიო და ერთადერთი რაც მითხრაო იყო რაღაცა სიტყვაო რა შიხვარაო შიხვარას მეუბნებოდა სულო რა შიხვარაო და რას ნიშნავს გამაგებინეო მეტი აფიარო და მე მითიშავდაო შიხვარა ექიმი ეუბნება შიხვარაო და ამიტყდა სიცილი ნახევარ საათი უხსნიდი რას ნიშნავს ქართულად სიტყვა შეთანხმება შიხვარაგა შიხვარას ეუბნება რაც გაიგო ეგრევე მივხვდი რა სიტყვა გააგებინე რას ეს მრავალნატანჯი ექიმი ახლა მით უმეტეს ამ პანდემიის დროს ურეკავ თოვლი ჭამეო და ძალიან ბევრი თოვლი ჭამა მომივიდაო და ნუ ყველაზე ხარ რას პასუხები იბან უთხრა შიხვარა უთხრა იბან ძალიან მოკლედ მაგრამ რადგანაც ისინი არ სვამენ ხო თუ სვამენ აქ საქართველოში სვამენ ახლა შენ მეგობრები თუ არა ასმის ვიღაცები სვამენ ვიღაცები უმეტესობა არ სვამს მაგრამ არიან ისეთებიც ვინც მაინც და მაგას შეთაერთად რომ დაულევიათ ხო კი ეგეთი შემთხვევა ერთხელ ძალიან ისე დათვრა ხო შეიძლება მაგრამ გაგიკვირდება და ერთ ჭიქაში დათვრა კუსპაზე ვიყავით ხო მე და ჩემი მეგობარი აბუ ჰამედი კი აბუ ჰამედი არის ჰამედის მამა ისე ამარი ქვია მაგრამ ესე ქუნია ქვია და ესე მოიხსენიებენ არაბები თვითონ იმ მამაკაცებს რომლებსაც ვაჟიშვილი ყავთ აბუ ჰამედი და ნუ ერთი ეს კუსტბაზე ვართ რა და ერთი ჭიქა დალია რა ეს ავაც ახსენებელი ერთი ჭიქა და მეუბნება რომ ბექაო კი მთრალია გატიალებულია გაიფხრიცა საერთოდ აი ძალიან ისეა რა და ბექაო მეუბნება ბიქათი მომართავენ ახან არაბულში ე არ არის ბიქათი მომართავენ ბიქა მე უნდა გავხდე ქრისტიანი მეუბნება საუდის არაბეთე ხო აი მე მეთქი ხა დათვრა ეს მე ვეუბნები რომ მეთქი ხა ძალიან კარგია თუ გინდა და რაღაცა და არ არის პრობლემა კაცო თუ გინდა მოინათლე და მე ვიქნები შენი ნათლე უბრალოდ შენ ახლა ხარ მთვრალი გამოფხიზლდები და მე წავიდეთ და არ არის პრობლემა კაცო მე ვიქნები შენი ნათლე აუ რას ამბობ მე მეძახისო რა გძნობო რომ რაღაც მეძახის რომ შენ აბუ ჰამედ უნდა ადგე და წახვიდე და მოინათლო აქ და ახლა რა არანაირი ხვალ ზეგ არა ახლა უნდა ადგე და მოინათლო რა ხო თან ყვირის უკვე და მეუბნები არა მეთქი შანსი არ არის მთვრალი ხა აუ ყვირის და ამიშარ და ერთ ამბავშა და ხალხი გვიყურებს და აქ არაბულად ჩხუბობ და ერთი ამბებია მოკლედ და კარგი მეთქი ხა ვიფიქრე რომ მივალთ რომელიმე ეკლესიაში დაინახავენ რომ მთვრალები ვარ და პანჩურს ამოგვარტყენ გამოყრიან გარეთ რა მთვრალი ხარ და რა მონათლა და რაღაც მივედით ეკლესიაში და
ხელს ვეუბნები რომ მეთქი მთრალია მეთქი რა მამაო მეთქი და ხა არ ვიცი მეთქი ამის მალ რა სიძახიო შენ აბოთფილელის წამება წაკითხავსო ხანსთელისო მეთქი ხანსთელის არა საბანიზის წამიკითხავსო შენო მეებს მასწავლე შენო რეებს მასწავლე აი აბოთფილელი აბო როგორც მოინათლაო ქრისტიანო აი ესე მოინათლებაო ესეცო რა და მივხვდი რომ ეხლა ცოტა რადიკალი იყო რა და ისევ ამასთან არ გაჭრა არაფერმა და ისევ აბუ ჰამედი თრალია მაგრამ ისევ აბუ ჰამედს ველაპარაკები რომ მეთქი კარგად დაფიქრდი მეთქი იმიტომ რომ აი მენ ალაჰი მაგრად დაგჯეს მეთქი აი ჯოჯოხეთის ცეცხლში ამოითუთქები მეთქი რა ეხლა რასაც აკეთებ მაგის გამო მე მაგრად ინალებ მეთქი თრალი ხარ ვერაზროვნებ მეთქი რა აუ რა სიძახი შანსი არ არისო ღვთის სახლში ვარ მოსული და უნდა მოვინათლო რა არ არსებული ამბავი ნუ გადაწყვეტილია გადაწყვეტილია თავიდან ბოლომდე და ჩემმა ღვთაებრივმა მუქარამ ვერ გაჭრა და აბუ ჰამედი იმ დღეს მოინათლა. წავიყვანე დავაბინავე სახლში. მეც წავედი სახლში. მონათლა მამაო მჩოვლები. მან მონათლა მამაო მჩოვლები და დავაბინავე სახლში, მეც წამოვედი მთრალი ვიყავი სახლში დავიძინა მეორე დილას. მაღვიძებს ტელეფონის რეკვის ხმა. დავხედე აბუ ჰამედია. ო აბუ ჰამედ როგორ ხარ დილამში და. კარგად შენ როგორ ხარო, მარაო, აიო, რა არისო, იცი აი გუშინო ვიღაცა კაციო წყალს რომ ასხურებდაო. ვინ იყო ეს კაცი? ვინ იყო და რა უნდაო რა და მეთქი ვახ. აი გავიშარე რა. სარწმუნოება და ცუდად სარწმუნოება შეუცვალა. ზამ ეცნისო, ცუდა ამთავრდა ყველაფერი. რა უთხრა ეხლა და? მეთქი არაფერი სიმთვრალეში გაგვისწორდა მეთქი, წუწაობა მეთქი, ზაფხული იყო და ვიწუწავეთ მეთქი რა. ხო რაღაცაო ცუდა ჩამყავო და ესე იგი რაღაც ის. კარგი მეთქი და გაუთიშე და გავიდა მასმე რამდენი წელი 4 წელი და დღემდე არ იცის რომ აბუ ჰამედი კი არა ნათლობის სახელით ნიკოლოზი. ნიკოლოზი არის. რაღაც აბუ ჰამედი. შეულებრივად ქრისტიანად არის. თვითონ არ იცის. არა, ჯერ არ მეუბნები. არ ეუნები ხო. პრინციპში რო უთხრა მე რა მოხდება ხო შეიძლება ხო ეგ არ ვიცი. მე არ ვიცი, ხო, ძალიან რთულად შეიძლება გავითარდეს მოვლენები და ბაში უნდა დაათრო კი. უნდა დაათრო. კარგი იდეა. რა უთხრა, კარგი დაალევი და ასე შემდეგ. ესე იგი ხვალგადის შენი სიუჟეტი ძალიან საინტერესო სიუჟეტი გაქვს როგორც გავიგე, მაგრამ მოდი არ ვთქვათ ახლა არ დავასპოილეროთ ხალხი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ, ხო? ძალიან დიდი მადლობა და მადლობა მოწვევისთვის. ხო, პირიქით, მადლობა რომ მოიცალე და მოხვედი. წარმატებები მინდა გისურვო და ჯანმრთელობა მინდა გისურვო. კი, ნამდვილად მჭირდება. ბექა ყორშია იყო ჩვენი განაცემის თვალი, მადლობა. ფასო ტელემაყურებლებო დღეს მე ამით გემშვიდობებთ ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში ეხლა უნდა წავიდე დავიძინო ელისაშვილი ბასიანის ბრძოლაში იბრძვის და ცოტა ხელი თუ არ წაუკარი ისე არაფერი არ გამოვა უნდა მივეხმაროთ ყველა უნდა მივეხმაროთ დიახ წინ გადაცემა მთავარი ჭკვიანი გელოდებთ არ გამოტოვოთ ნახვამდის